ახლა ჩვენ კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით ზუგდიდ, შევახსენებთ ირაკლი ალასანიას მხარდამჭერები არიან შეჭრებილი ზუგდიდში. ახლა სიტყვით გამოდის თავად ირაკლი ალასანია, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავთ ზუგდიდს და ალასანიას გამოსვლას. ირაკლი ალასანია. Алло. ჩვენი ლიდერი, ქართული ოცნების კოალიციის ლიდერი ძალიან მალე შექმნის ახალ მთავრობას და ჩვენ ქვეყანას წაიყვანს გამარჯვებისკენ, ეკონომიკური აღმასვლისკენ და რაც მთავარია, სამართლიანობის გზნობას, სამართლიანობის განცდას. ახლა როგორც გაცნობებენ, შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ჩავიდა ზუგდიდში და ის ამ წუთში იმყოფება ამ აქციაზე, რომელსაც ახლა თქვენ პირდაპირ ეთერში ადენებთ. გადავთელეთ ერთმანეთს და განსაკუთრებული მადლობა არ უთხრა პირველ რიგში ქართულ ხალხს და გამოსვლა უნდა ძალიან ხო და თავისი გადაწყვეტილება საქართველოს განვითარების ბედი და წაიყვანა ქვეყანა დემოკრატიისკენ და ჩვენი საერთო ქვეყნის გათავისუფლებისკენ. ჩემო ქართველებო, ჩემო თანამოქალაქეებო, დღეს მთელი საქართველო ზეიმობს თავისუფლებას. ძალიან მალე ქვეყანას ეყოლება ახალი პრემიერ-მინისტრი. ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ, კატარში არის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდის რამდენიმე წუთის წინ შეუერთდა იმ აქციას, რომელიც ზუგდიდში იმართება. ერთობლივად შევძელით მხოლოდ და მხოლოდ შვიდობიანი კონსტიტუციური და არჩევნების გზით ამას გილოცავთ მთელ საქართველოს. ზუგდიდს და სამეგრელოს განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. სულ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში ასევე 10,000-ობით შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენი კოალიცია და ბიძინა ივანიშვილი დაპირდა საქართველოს, რომ საქართველოში შვიდობით, არჩევნებით შეიცვლებოდა ხელისუფლება და საქართველო წავიდოდა სწორი სამართლებრივი გზით განვითარებისკენ. ეს სიტყვა ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა, ქართულმა კოალიციამ, ქართულმა ოცნებამ შეასრულა და ამიტომ მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ ულოცავ გათავისუფლებას, ტირანიისგან გათავისუფლებას, უსამართლობისგან. მე მინდა დაგვირდეთ ზუგდიდელებს, მე მინდა დავპირდე ზუგდიდის მოქალაქეებს, რომ ზუგდიდში დასრულდა და საბოლოოდ წავა ჩვენი ცხოვრებიდან ფეოდალური, კლანური მმართველობა, რომელიც აქ იყო ბოლო 8 წლის განმავლობაში. დასრულდა ის ძალადობა, რითიც აქამდე არჩევნებით, გაყალბებით იგებდნენ და ატყუებდნენ ხალხს და ართმევდნენ საკუთარ არჩევანს. არც ერთი ხმა, რომელიც მიიღო ქართულმა ოცნებამ, არ იქნება დაკარგული. არც ერთი მოქალაქე, რომელმაც თავისი ნდობა გამოუცხადა ჩვენს კოალიციას, ქართულ ოცნებას, არ იქნება დაკარგული და სამეგრელოში მთლიანად
და კონკრეტულად ზუგდიდში ასევე იზეიმებს სამართლიანობა და გამარჯვება. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამას. მე მინდა გითხრათ, რომ ეს გამარჯვება იოლად არ მოვიდა. ამ გამარჯვებისთვის უამრავი ჩვენი მოქალაქე დღესაც მზის ციხეში, დღესაც პოლიტიკური ნიშნით დაჭერილი ადამიანები ელოდებიან ჩვენ ხელისუფლების ფორმალურად გაფორმებას და მათ გათავისუფლებას. ბიძინა ივანიშვილმა მე დაგპირდით ყველას, რომ საქართველოში დასრულდა პოლიტიკური ნიშნით ჩვენი მოქალაქეების დევნა. საქართველოში პოლიცია და სამართალდამცავი სტრუქტურები დაუბრუნდნენ ხალხის სამსახურს. ისინი დგანან ჩვენთან, ისინი დგანან სიმართლესთან და ისინი დაიცავენ კანონს. დღეს ამ აქციასაც იცავს სამეგრელოს და ზუგდიდის პოლიცია, სპეცდანიშნულების რაზმები. ყველა დღეს დგას საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდში და მე მინდა მათ აქედან მივულოცოთ, გამარჯვება უსურვოთ და დავტირდეთ, რომ მათ არასდროს აღარ გამოიყენებს პოლიტიკური პარტია. ჩემო ზუგდიდელებო, მე როგორც გითხარით იმ მრავალ 10,000-იან შეხვედრაზე ჩვენ მშვიდობით, ემოციების მართვით, ცივი-გონებით ვაგრძელებთ იმ ეროვნული სახელმწიფო შენებას, რომელიც ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ დაიწყეს 20 წლის წინათ და ამ გამარჯვებით ჩვენ აუსრულებთ ყველა ადამიანს, ვინც იყო ეროვნულ მოძრაობაში სანუკვარ მიზანს. საქართველო გათავისუფლებულია დიქტატურიდან. დღეიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ შრომა იმისთვის, რომ ავაშენოთ სამართლებრივი ქვეყანა. მეგობრებო, სწორედ ამიტომ ჩვენ არა გვაქვს არც ერთ უფლება გადაუხვიოთ სამართლებრივი კანონიერი გზიდან. დღეს ჩვენი კოალიციის ლიდერმა მიმართა სრულიად საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ჩვენ ქართული ოცნება და ასევე ქართველი ხალხი ვართ ხელისუფლებაში. ჩვენ ვიწყებთ ჩვენი განვითარების მომავლის დაგეგმვას და ყველა დავა, ყველა უსამართლობა, რომელიც დაფიქსირდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ყველგან სადაც მოიპარეს არჩევნები, ჩვენ ამ უსამართლობას გამოვასწორებთ სამართლებრივი გზით. ჩვენ ყველა სასამართლოში გავაგრძელებთ სამართლიანობის აღდგენას და საქართველოში საბოლოოდ დაისადგურებს სიმართლე, კანონმოშიშობა და რაც ყველაზე მთავარია, როგორც ჩემმა ძმებმა გითხრეს, საქართველოში იზეიმებს თავისუფლება. გილოცავთ ხალხო, გილოცავთ გათავისუფლება. მე მინდა ასევე გითხრათ, რომ როგორც კი დასრულდა არჩევნები და არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის ლიდერი გაცხადდა, რომ გახდება საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი, თელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, ჩვენმა პარტნიორებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან, ნატოს ქვეყნებმა მიულოცეს ბიძინა ივანიშვილს დიდი გამარჯვება და ქართველ ხალხს გათავისუფლება. მე არ შემიძლია ძალიან დიდი მადლობა არ გადაუხადო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რომელიც დღესაც აქ გვეწვია და ჩამოვიდა ზუგდიდში, რომ კიდევ ერთხელ აღიაროს ჩვენი გამარჯვება.
მეგობრებო, ჩემო საყვარელო ხალხო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ დიდი მადლიერების და დიდი სიყვარულის გზნობით. მე ამაყი ვარ, რომ დაუბრუნდი ჩემს ფესვებს ზუგდიდში. მე ამაყი ვარ, რომ ვაგრძელებ ბაბუა ჩემის და მამა ჩემის გზას. ვემსახურო ჩემ ქვეყანას სწორედ ამ კუთხიდან. სამეგრელო და ზუგდიდი არის ამაყი, ლამაზი და გამბედავი ხალხის კუთხე. ჩვენ ერთად, როგორც თქვენი წარმომადგენელი პარლამენტში, ძალიან მალე დავიწყებთ იმ პროგრამების, იმ დაპირების შესრულებას, რომელსაც ქართული კოალიცია გაძლევდათ წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში. მალე ზუგდიდი სამეგრელო გადაიქცევა ყველაზე მიმზიდველ, ყველაზე ძლიერ რეგიონად საქართველოში და გახდება ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობის დაბრუნების. მე მინდა ამ არაჩვეულებრივ საზეიმო დღეს მადლობა გადაუხადო კოალიციის ყველა ლიდერს, რომელიც დღეს ჩვენთან ჩამოვიდა. მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველა მოქალაქეს, რომელიც დღეს ზუგდიდს, მის არჩევას იცავს ჩვენთან ერთად და დაგვიდეთ. საქართველოში დასრულდა უსამართლობა, გაიმარჯვა სიმართლემ, გაიმარჯვა სამართლიანობამ და გეუბნებით. ძალიან მალე ჩვენი ქვეყანა გადაიქცევა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქვეყნად მთელს რეგიონში. ჩვენ დავამყარებთ მეგობრულ, სწორ ურთიერთობას ყველა ჩვენს მეზობელთან და დავიწყებთ ეროვნული, ძლიერი საქართველოს სახელმწიფო შენებას. დიდი მადლობა, გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას. დაბოლოს რა ხდება ამ წუთის შემდეგ? რა ნაბიჯებს გადადგამს ქართული ოცნების შტაბი ზუგდიდში და როგორ განვითარდება მოვლენები? ამაზე მინდა საგანგებოდ მოგმართოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს, რომლის მთავარი წამყვანი, მამოძრავებელი და მმართველი ძალა არის ქართველი ხალხი, ჩვენი საზოგადოება. სწორედ ამიტომ დღეს კიდევ ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენი კოალიციის ლიდერმა და საქართველოს მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, რომ ყველა დავა, რომელიც დღეს მიმდინარეობს საარჩევნო კომისიებში, ყველა დავა, რომელიც ეხება სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან მოპარულ არჩევნებს, გაგრძელდება მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ სივრცეში. ჩვენ როგორც ვიარეთ ეს ერთი წელი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ასევე გავაგრძელებ შვიდად, წყნარად, ემოციების მართვით და რაც თავარია, ორგანიზებულად ჩვენი სიმართლისთვის ბრძოლას და მე გვპირდებით, რომ წარმოვადგენ ღირსეულად ზუგდიდს ჩვენს პარლამენტში და საქართველოს მთავრობა დაიწყებს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და მის ეკონომიკურ აღმასვლას. კიდევ ერთხელ გილოცავ დღევანდელ დღეს და დღეიდან უკვე ველოდებით სამართლებრივი დროის გადაწყვეტას სასამართლოში. გიგა. მოდი. გიგა. ეხლა ვაგრძელებ ზუგდიდის ქუჩებში საიმობას და აუღნიშნავ ქართული ოცნების გამარჯვებას. ჩვენთანაც ღმერთი არ სწორიყოს. ამინ. ცოტა შორი გაწვა.
მანქანები ვის? This has been a remarkable week in the history of Georgia. A democratic election has produced a peaceful transition of power. დემოკრატიული არჩევნების შედეგად მოხდა მშვიდობიანი ცვლა ხელისუფლების. But that process is not entirely finished. მაგრამ ეს პროცესი არ არის სრულად დამთავრებული. Some parts of the country, district election commissions are still counting the ballots and making final decisions on who won the seat. ზოგიერთ ნაწილში ქვეყნისა საოლქო საარჩევნო კომისიები აგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ დადგინდეს თუ ვინ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში. Like many members of the international community, I, as American ambassador, have credentials as an observer to this election. საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალ წევრს, ისევე როგორც მე ამერიკის ელჩს, ჰქონდა აღებული მისია დამკვირვებლებისა ამ საპარლამენტო არჩევნებში. So I am here in a capacity as an observer. ამდენად აქ მე დამკვირვებლის სტატუსით ვიმყოფები. Why Samagrelo? რატომ სამეგრელო? Because it's a very specific area. იმიტომ რომ ძალიან სპეციფიური რეგიონია. And there's a specific dynamic here. და სპეციფიური დინამიკა აქვს. And our goal is to make sure that just as the week began with a peaceful transition, so that the week will end also with a peaceful process. ჩვენი მიზანია უზრუნველყოთ, რომ ზუსტად ისე როგორც დაიწყო ეს კვირა, მშვიდობიანი ტრანსფორმაცია, ზუსტად ასეთივე მშვიდობიანი ფორმით დასრულდეს ეს კვირა. The important thing now, as Mr. Alassania said, is that the representatives from the various parties in the District Election Commission are able to carry out their work without any fear of intimidation. ნიშნულოვანია ის, რაც აღნიშნა ბატონმა ირაკლი ალასანიამ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა და პროფესიონალებმა გააგრძელონ თავისი საქმიანობა თავისუფალ მშვიდ გარემოში, შიშისგან თავისუფალ გარემოში. The entire world is watching and hopes that this process will continue to unfold peacefully. მთელი მსოფლიო უყურებს ამჟამად საქართველოს და იმედი აქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და დასრულდება მშვიდობიანად. And the most important thing is that if there are challenges to the results, that those challenges are pursued peacefully through the legal process. და უმნიშვნელოვანესია, რომ თუ არსებობს რაიმე გამოწვევა შედეგებთან დაკავშირებით, ეს შედეგები იყოს განხილული სამართლებრივად და სამართლებრივად მოხდეს დავების განხილვა. So as President Obama and Secretary Clinton said earlier this week, we congratulate the people of Georgia. როგორც პრეზიდენტმა ობამამ და სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა აღნიშნეს ამ კვირას გაკეთებულ განცხადებებში, ჩვენ ულოცავთ ქართულ ხალხს. I was in Zugdidi last week and I look forward to coming back again soon. გასულ კვირას ვიმყოფებოდი ზუგდიდში და დიდი სიამოვნებით დავბრუნდები ველი დროს მოახლოს მომავალში დავბრუნდე კვლავ. Thank you very much. დიდი მადლობა ყველას. კაბელი. ეს ხო პირდაპირ ჩართვა ზუგდიდიდან და თქვენ ნახეთ რომ რამდენიმე წუთის წინ კომენტარი რა აკეთა ამ წუთებში უფრო სწორად შეერთებული შტატების ერთხმა რიჩარდ ნორლანდმა განმარტოთ გამოშვებას ვინ დატოვა ქვეყანა 1 ოქტომბრიდან დღემდე ამ დღეებში აეროპორტში სამთავრობო მანქანების სიმრავლე არიან ღამით ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა 10-მდე ავტომობილი დააფიქსირა თუმცა დაბურული მინების გამო სხდომთა იდენტიფიცირება ვერ მოახერხეთ მანქანებზე დამარხებული იყო საშვებიც პირებმა რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მივიდნენ სამთავრობო გასასვლელით ისარგებლებს ავტომობილების მოძრაობა აეროპორტის მიმართულებით ღამის 12 საათის შემდეგ დაიწყო დეტალები იმედა დარსალიამეცის ის ისაუბრებს ვრცლად ამ თემის შესახებ იმედა მოგესალმებით და გისმენთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ნამდვილად არ შეწყვეტილა სამთავრობო ავტომანქანების ნაკადი, რამაც საზოგადოებასა და სოციალურ ქსელებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მეცხრე არხი მთელი დღის განმავლობაში ცდილობს დაადგინოს იმ ავტომანქანებისა და თანამდებობის პირების ვინაობა, ვინც ამ ავტომანქანებით აეროპორტში გადაადგილდებოდა. დაბურული მინების გამო, როგორც უკვე თქვი, ავტომანქანებში მსხდომი ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. სოციალურ ქსელებში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს
მთავრობის წარმომადგენლები ან მათთან დაკავშირებული კონკრეტული ადამიანები ქვეყანას ტოვებენ, რაც პოლიტიკურ ცვლილებებს უკავშირდება. მაშასე ამ წუთისათვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ეს US 007 Toyota Land Cruiser-ი სახელმწიფო დაცვის ავტომანქანა, რომელიც ჩვენი წყაროს ინფორმაციით პირველ ლედი სანდრა რულოვს ემსახურება. FXF 929 Lexus-ის მარკის ავტომანქანა, თავდაცვის ავტომანქანა, XCX 526 Skoda სახელმწიფო დაცვის ავტომანქანა, VVU 282 Lexus-ი თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, ZGZ 707 Mercedes-ი გაფორმებულია ვინმე გვასალია შოთაზე და ამ მანქანით გადაადგილდებიან თანამდებობის პირები. FAM 885 აეროპორტის მანქანა. კადრებში ჩანან ასევე სახელმწიფო დაცვის თანამშრომლები, ისინი მთელი ღამის განმავლობაში აცილებდნენ, ჯერჯერობით დაუდგენენ ადამიანებს აეროპორტში სახელმწიფო მანქანებით. ჩვენ დილიდან ვცდილობთ გადავამოწმოთ ოფიციალურ დონეზე ამ თანამდებობის პირების ვინაობა და ავტომანქანები, რომლებიც მათ ეკუთვნით, თუმცა არც ერთი სახელმწიფო უწყებისგან ჩვენ ინფორმაცია არ მიგვიღია. ერთადერთი თავდაცვის სამინისტროს პრესამსახური გვიდასტურებს, რომ თავდაცვის მინისტრი ამერიკაში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, თუმცა ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. დიდი მადლობა, იმედა დარსალია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კოალიცია ქართული ოცნების წევრებს, საჯარო მოხელეების, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებული კანდიდატების დაშინებასა და ფიზიკური ანგარიშწორების მუქარაშის დებს ბრალს. ნაციონალური მოძრაობის პრესპიკერი ჩიორა თართათიშვილი აცხადებს, რომ კოალიცია და მისი აქტივისტები ამ ფორმით დემოკრატიული არჩევნების ჩაშლას ცდილობენ. თართათიშვილის განცხადებით, ქართული ოცნება ზუგდიდში, გარდაბანში, ნინოწმინდაში, ბოლნისსა და დედოფლის წყაროში ქართული ოცნების წევრები ზეწოლას ახორციელებენ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებზე და იმ შედეგების გაფორმებას მოითხოვენ, რაც რეალურად არ დამჯდარა. თართათიშვილი კოალიციის მხრიდან სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებასაც არ გამორიცხავს. დღეს უკვე ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებულ დეპუტატობის კანდიდატს, რომელმაც მნიშვნელოვანი უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება, ყოფილი მხედრიონის წარმომადგენელი თემურ გერგაია დაემუქრა პირადი ანგარიშწორებით. წუხელ გარდაბანში ამირან ტოტიკაშვილი, ქართული ოცნების სოფელ მარტყოფის კოორდინატორი და ყოფილი კორუმპირებული მებაჟე ზურაბ კუბლაშვილი შეხვდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს სხვადასხვა სოფლებში და ფიზიკური ანგარიშწორების მუქალით დააძალეს მათ თქვან, რომ არჩევნების გაყალბებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ. მთელი დღის განმავლობაში გუშინ ხდებოდა ქართული ოცნების აქტივისტების მობილიზაცია. საოლქო საარჩევნო კომისიების მიმდებარე ტერიტორიაზე იყო შეჭრის მცდელობები, საოლქო საარჩევნო კომისიებში იყო პირადი დაშინებები და მუქარა საარჩევნო კომისიის წევრებზე იმ მიზნით, რომ მათ არ დაედასტურებინათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებით გამარჯვება ამ ოლქებში. ხმაური იყო გუშინ ამროლაურის 54 საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომაზე 22 უბნის ბიულეტენების ხელახალ დათვლის საკითხს განიხილავდნენ. ქართული ოცნებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხმების ხელახალ დათვლას მოითხოვდნენ იმ მიზეზით, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ბიულეტენები უბნის თავმჯდომარემ გულნაზი ჭერვალიშვილმა და მდივანმა ხათუნა მურუსიძემ საოლქო კომისიაში გადაიტანეს, მოგვიანებით ისევ უბანში დააბრუნეს. ხმების ხელახალი დათვლის გადაწყვეტილებას კომისიის 13 წევრიდან მხოლოდ 4-მა დაუჭირა მხარი. სხდომის პარალელურად საოლქო კომისიასთან ქართული ოცნების მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობდა. მობილიზებული იყო ამროლაურის, ონისა და ცაგერის პოლიციაც ამროლაურში. ქართული ოცნების კანდიდატმა დაფიქსირებული დარღვევის გამო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა. ეს კომისია კი არ არის. ეს არის ნაციონალური მოძრაობა, ნაკვის კომისიის თავმჯდომარე და მდივანი, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებას, ბიულეტენებს დაულუქავს ოქმის გარეშე, დაატარებდნენ სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ 5 საათის მანძილზე. აქ არანაირ სამართლიანობაზე საუბარი არ არის. კი ბატონო, არის კანონდარღვევა, მაგრამ იმის საფუძველს ნამდვილად არ ქმნის, რომ უბანი გაბათილდეს ამის გამო. კომისიამ იმჯერა ყველასთან დასწრებით მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობით, რომელიც გაფორმდება განკარგულებით და შეუძლია მხარეს გაასაჩივროს რაიონულ სასამართლოში.
ქართული ოცნება სენატში საპროტესტო აქციებს განაგრძობს. აქციების მონაწილეები და კოალიციის შტაბის წევრები არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს აპროტესტებენ. დარღვევა დაფიქსირდა სენატის მუნიციპალიტეტის სოფელ ეთში, სადაც არჩევნების დღეს დამდროების თანამშრომლები ამ მრჩევლებს ხუთიანი შემოხაზვისკენ ღიად მოუწოდებდნენ. თეკლეთის საარჩევნო უბანზე კი კოალიციის წარმომადგენლის მიერ შედგენილი საჩივარი უბნის თავმჯდომარემ დახია. დღეს კოალიციის აქციაზე სენატის პოლიციის ყოფილი უფროსიც მივიდა იგი ნაციონალური მოძრაობის სენატის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გურამ მისაბიშვილის დანაშაულებრივ წარსულზე საუბრობს. შვიდობიანი ესეთი კულტურული ესეთი სენატური როგორც სენატს ქალაქ უძველესი კულტურის კავაც ეკადრება გაგრძელდება რა თქმა უნდა სანამ ჩვენ საბოლოო პასუხს არ მივიღებთ ყველაფერი მიდის იქითკენ რომ მალე უნდა ჩატარდეს განმეორებით არჩევნები. ჭეთურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში მოსახლეობამ ბრძა გადაკეტა და პატარაძის სახელობის მაღაროს სატვირთო მანქანებს მუშაობის საშუალება არ მისცა. მოსახლეობა მაღაროს დირექციას ბრძების მორწყვა სასმელ წყალსა და საბაგირო გზის აღდგენას თხოვს. მათი თქმით, წყალი ან საერთოდ არ მოდის, ან ღურია და სასმელად უარყისია. მოსახლეობა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება სოფლიდან, მანგანუმს არავის რა ატანინებენ. მაღაროს დირექტორის ნუგზარ ჯოხაძის თქმით, მოსახლეობის ყველა მოთხოვნა დაუყოვნებლივ შესრულდება. გზების მორწყვა ხვალიდანვე დაიწყება. აღუდგებად სასმელი წყალი და საბაგირო გზის შეკეთებამდე დაინიშნება უფასო ავტობუსი, რომლის მუშაობის გრაფიკსაც თავად მოსახლეობა შეადგენს. არც წყალი, არც საბაგირო ტრანსპორტი დაგვინიშნეს, მაგრამ იმისთან დროს არის ტრანსპორტი, მოსახლეობას ეს არ აწყობს, არც მასწავლებელს არ აწყობს. ეხლა არ გაკეთდება ოქტომბრის ბოლომდე ესენი ფურცელზე უნდა დაგვიწერონ და ხელი მოგვიწეროს ტრესტის წარმომადგენლებმა. მაშინ გაჩერდება მაღარო, არც 1 გრამი მარგანეცი არ გავა და დაველოდებით ახალ მთავრობას დიდი სიხარულით და ჩვენ ვიცით რომ ყველაფერს გაგვიკეთებს ის. არის შეგვეთა მოწერილია ხელშეკრულება გაფორმებული და მეოთხე კვარტალში იქნება ეს. აღდგება საბაგირო გზა. სანამ საბაგირო გზა არ იმუშავებს, დაინიშნება ავტობუსი და მოსახლეობას მიიღოს და ხვალიდანვე იქნება. სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარე მამუკო ტრაციტაძე თანამდებობას ტოვებს. დღეიდან ის კომისიის რიგითი წევრი იქნება. როგორც ტრაციტაძე აცხადებს, არჩევნების შემდეგ ის უკვე აღარ მოიაზრებდა საკუთარ თავს ამ კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე, თუმცა თანამდებობიდან წასვლის მიუხედავად ის არ იხსნის პასუხისმგებლობას კომისიის იმ საქმიანობაზე, რომელიც სიების დათვლის კომისიამ შექმნის დღიდან დღემდე განახორციელა. დღესვე ტრაციტაძემ ჟურნალისტებს არჩევნების დღეს ჩატარებული მონიტორინგის შედეგებიც დააცნო. მისი განცხადებით, კომისიამ განახორციელა მონიტორინგი დაზუსტებულ სიასა და სამართლდო სიას შორის და დარღვევებს ადვილი არ ქონია. კომისიამ მუშაობა დასავლეთ წლის 17 ნოემბერს დაიწყო და უფლებამოსილება 2012 წლის ბოლოს უწყდება. ვინ რა ხდება კომისიის თავმჯდომარე ამ დროისთვის უცნობია. მოკრძალების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის წვლილიც არის ამ საქმეში, იმიტომ რომ თუ პრეტენზიები და პრობლემები იყო არჩევნებთან დაკავშირებით, პრინციპში არ ყოფილა პრობლემა ამ მრჩეველთა სიასთან მიმართებაში. მე ჩემს თავს კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვეღარ მოვიაზრებდი და ვერ ვხედავდი. დღეს მე მივმართე განცხადებით კომისიას და დავტოვე კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა, რაც იმას არ ნიშნავს, რომ დავტოვე კომისია. მე ბუნებრივია ვრჩები კომისიაში, როგორც წარმომადგენელი კონკრეტული, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ორგანიზაციიდან და რაც ყველაზე მთავარია. დაწყებული 17 ნოემბრიდან 2011 წლის დასრულებული დღევანდელი დღით ყველა ეტაპზე, ყველა ნაბიჯზე და ყველა გადაწყვეტილებაზე ვინარჩუნებს სრულ და უმთავრეს პასუხისმგებლობას კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. ძეძიძური ჟურნალისტებს ხვდება და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. როგორც კოალიცია ქართული ოცნების წევრმა განაცხადა, ამ დროისთვის მთავრობის წევრთა ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ამ საკითხზე კოალიციაში მსჯელობა მიმდინარეობს. ძეძიძურმა ოპოზიციის წინააღმდეგ მიღებულ კანონებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებლად შეიძლება ის უკანონოდ მიღებული კანონები, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებდა. ფინანსური სამყარო თუ ისიც იცით რომ იოლი არ იყო ეს ერთი პირველი რიგის ამოცანა რაც არის, რასაც მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება და არავით არის რაღაცა დიდი მაინც და მაინც რაღაცა სტრუქტურული თუ საკადრო ცვლილებები. ეს არის მედია უნდა განთავისუფლდეს. მედიის თავისუფლება ეს არის პოლიტიკური ნების საკითხი მხოლოდ და ჩვენ ვეუბნებოდით ჟურნალისტებსაც ყველას, ვინც მედია თანამშრომელი იყო, რომ პირველი რაც მოხდება, რომ თქვენი შეხედულების მიხედვით, თქვენი სინდისის მიხედვით, თქვენი პროფესიონალიზმის მიხედვით
მიზეზებით წარმართავთ თქვენ საქმიანობას და არა იმის მიხედვით, რომელ პოლიტიკურ ძალას რა სჭირდება. ეს იქნება გაკეთებული პირველი რიგის ამოცანა. პირველი რიგის ამოცანა იქნება სასამართლოს განთავისუფლება, რომელსაც ასევე პოლიტიკური ნება სჭირდება, ხოლო და არავითარი დიდი რაღაცა ბევრი რაღაც სამწლიანი მზადება არ ჭირდება იმას, რომ სასამართლოში რეალური შედეგები დადგეს და სასამართლო ძალიან სერიოზული დატვირთვა ექნება, ვინაიდან უსამართლო ქვეყანაში ცხოვრობდით 8 წლის განმავლობაში და ის უსამართლობები სწორედ სასამართლომ უნდა გაასწოროს. თავდასხმა მოხდა გვიან ღამით ქართული ოცნების ამბროლაურის ოფისზე დაახლოებით ღამის 2:30-ზე უცნობმა პირებმა ქვებით და ხელმკრედებით ოფისის შუშები ჩაამსხვრიეს. თვითმხილველები კამერის წინ საუბარს თავს არიდებენ, თუმცა პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ თავდამსხმელები ახალგაზრდა ქალები იყვნენ. ადგილზე პოლიციაც მივიდა, აღსრულეს სისხლის სამართლის საქმე. გოგონები რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, თვითმხილველებმა დაინახეს აქ მეზობელმა, რომელიც თქვენ ამის შესახებ გეტყვით, დაინახა, რომ ორი თეთრებში ჩაცმული გოგონა ახალგაზრდა ქვებით, ესე იგი თანმიმდევრულად ამსხვრევდა მინებს. მაგრამ აქ საინტერესოა, რომ მანამდე პარლამენტარების მხრიდან, ნაციონალური მოძრაობის პარლამენტარების მხრიდან, რომლებიც იქ ესწრებოდნენ, ეს გახლდათ ბატონი ციკლაური, ქალბატონი ხერხეულიძე, ქალბატონი თაქთაკიშვილი, ბახში მოისმინეს აკაურებმა, რომ იყო საუბარი, რომ დავარბიოთ ოფისი, იქნებ გავიტანოთ ვიდეოფირი. ანუ მეორე მხარეს აწუხებს ის ვიდეოფირი, რომელიც ჩაწერა ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, თუ როგორ გადაადგილდებოდა დაულუქავი ბიულეტენებით ზნაკვის საუბნო კომისიის თავმჯდომარე. საოლქო საარჩევნო კომისიამ სიღნაღის მეხუთე საარჩევნო უბანზე ხელახალი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ქართული ოცნების სიღნაღის შტაბი ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს. კოალიციის წარმომადგენელი ზვიად გოგრავაძე ამბობს, რომ ისინი არა ხელახალ არჩევნებს, არამედ საარჩევნო ურთმების ბათილად ცნობას ითხოვდნენ. გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით ქართული ოცნება სასამართლოს დღესვე მიმართავს. ვაქირის ნომერ მეხუთე საუბნო საარჩევნო კომისიაში მაჟორიტარული კენჭისყრის შედეგები იცნო ბათილად და დანიშნა ხელახალი არჩევნები. თუმცა იგი ამით აბსოლუტურად გაცდა ჩემი მოთხოვნის ფარგლებს და მიიღო კანონის შეუსაბამო გადაწყვეტილება. ჩვენი მოთხოვნა იყო ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად არ დაიღიარებინათ გაყალბებული შემაჯამებელი ოქმი, კენჭისყრის შედეგების ოქმი და CSKO-ს ვებგვერდზე აეტვირთათ ის რეალური მონაცემები, რომელიც დაფიქსირებული იყო კენჭისყრის შედეგად და რომელიც ასახული იყო ოლქში, რომელსაც ხელს აწევდნენ როგორც კომისიის თავმჯდომარე, ასევე მდივანი, მოადგილე და დამოწმებული იყო სათანადო ბეჭდით. მოიკლერა ფაქტობრივი მასალები, დაკითხა რა მოწმის სახით მოწვეული კომისიის თავმჯდომარე, საჩივარში მოყვანილი იყო სუედეს პიროვნება, ასე მოусმინა რა საჩივის ავტორს, განალიძა რა არსებული ემპირიული მასალა წარმომადგენელი კომისიის ხდომაზე. მან მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული უბნის მაჟორიტარული შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე და ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის თხოვნის თაობაზე ამ კონკრეტულ უბანში განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების თაობაზე, რადგან ამ შედეგები არსებითად შეიძლება გახდეს ცვლილების მიზეზი. განვარძოთ პირდაპირ ეთერში მუშაობას, ახლა კი ბოლო მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. ამ მრჩეველთა 54.88%-მა ქართულ ოცნებას დაუჭირა მხარი. ნაციონალურ მოძრაობას კი 40.99%-მა, ასეთია 3691 ძირითადი და 70 სპეცუბნის წინასწარი შედეგები. 5%-იან ზღვარს ვერ ლახავენ ქრისტიან დემოკრატები და ლეიბორისტული პარტია, ყველა სხვა დანარჩენი საარჩევნო სუბიექტი შედეგი კი 1%-ზე დაბალია, რაც შეეხება მაჟორიტარული წესით არჩევნებს. ქართულ ოცნებას ამ დროისთვის არსებული მონაცემებით 39 მაჟორიტარული მანდატი შეხვდება, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას 34 ცესტოს ინფორმაციით ამ ეტაპზე დათვლილია ხმათა 99.97%, საქართველოს მასშტაბით სულ 3766 საარჩევნო უბანია. რა დაიხედოს ის გადაწყვეტილებები, რაც ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ბოლო 9 წლის განმავლობაში გამოიტანა. ოზურგეთში მოქმედია საადვოკატო ფირმების ადვოკატებმა ჟურნალისტებს საკუთარი მოთხოვნები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გააცნეს. ადვოკატების თქმით, უნდა გადადრეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და რაიონული პროკურორი. უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც საკუთარ მოქალაქეებს სამართლიანი სასამართლოს უფლება წაართვა.
მართლმსაჯულება წარმოადგენდა პოლიტიკური რეპრესიების ძალიან მძლავრი არას, უნდა შეფასდეს საერთოდ რა მოხდა ჩვენს ქვეყანაში ამ კუთხით. უნდა გაკეთდეს სამართლებრივი შეფასება. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობა არ არსებობდა. სამართალდამცავი სისტემა საერთოდ არ არსებობდა. მე იმედი მაქვს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება თავის მოღვაწეობას დაიწყებს ამ კუთხით. იმედი მაქვს, რომ სასამართლო შეასრულებს იმ ფუნქციას, რაც მას ეკისრება. ქუთაისის ოპერის თეატრის კონცერტმაისტერმა მედიარ კობახიძე მისთვის განკუთვნილ ღირსების მედალზე უარი განაცხადა. ღირსების მედალი პრეზიდენტის განკარგულობით სახელმწიფო სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებს გადაეცემათ. მედიარ კობახიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული ძალადობრივი ქმედებების გამო მას მორალური უფლება არ ჰქონდა მედალი აეღო. მედიარ კობახიძე ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის შვილია. მედალი უნდა გადმოეცა ოპერის თეატრის მმართველს გაბატონო როზა დვალიშვილს და მე უარი განვაცხადე. მიზეზი არის ის ცნობილი იმ მოვლენების, რომელიც ბოლო დროს ხდებოდა საქართველოში და ის მოვლენები იყო აგებული ძალადობაზე და მე პირადად ვუმაობ ყოველგვარ ძალადობას. აი ამის და გამო მე არანაირი მორალური უფლება არ მქონდა ეს მედალი ამეღო. მოვიწვიე სამხატვრო ხელმძღვანელი და ასის ხელმძღვანელი სამივეს პიროვნება. მე ვთვლი რომ ეს ადამიანები მართლა ღირსების ღირსნი არიან და არიან ღირსეული ადამიანები, მაგრამ ქალბატონმა მედიამ განაცხადა უარი აი იმის გამო რაც მოხდა ქვეყანაში და მე აბსოლუტურად ვიზიარებ მის დამოკიდებულებას. რეფერალური ჰოსპიტალის 500-მდე თანამშრომელი დღეს კუთვნილი ხელფასების მიღების მოთხოვნით გაიფიცა. საავადმყოფოს მედპერსონალის სახელფასო დავალიანება მთლიანობაში $1 მილიონ მეტ შეადნეს. თანამშრომელთა საჩივრის საფუძველზე საქმე სასამართლოში აღიძრა, რის შემდეგაც ჰოსპიტალის ქონებას ყადაღად დაედო. ექიმების ნაწილი აცხადებს, რომ დაყადაღებული თანხიდან $200,000 დაიტარდა. მედპერსონალის მიერ დაქირავებული ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი კი ამ ბრალდებებს უარყოფს. ანგარიშის დაყადაღებას რომ სხვა დებიტორებმა არ წაიღო. ჩვენი კონკრეტული მოთხოვნა არის ჩვენი იურიდიული სტატუსის გარკვევა, სიმართლე რომ ვიცოდეთ ვინ ვართ და რა ვართ და ის მახინაციებით შექმნილი გადაყიდვები რომ აღმოიფხვრას და ხალხმა მიიღოს ხელფასი თავისი ნამუშევრის ანაზღაურება. მე 7 თვის მაქვს მასაღები, ამბულატორი განყოფილება, მასაჟისტი. თქვენ ქალბატონო, ქირურგიული განყოფილება 8 თვის ხელფასი არ ამეყო. თქვენ ქალბატონო, ანესთეზიოლოგია 7 თვე. თქვენ 8 თვის ხელფასი არ აღვიღია მულტიპროფილური განყოფილება. თქვენ წელწადია ხელფასი არ ამეყო. ახლა შეჭრილობ სექტემბერს დამთავრდა კიდეც. საზარდულის თეაქარი და ჩამეჭედა. აი მარცხენა მარჯვენა მხარეს. ხოდა მომეყვანეს აქ, მომეყვანეს და კიდე კარგი რომ კაი ექიმი შევხვდა. დაიჭები ექიმი აჩიკო. მაშინ მე გამიკეთა ოპერაცია. ეხლა ისე კარგად ავარ მესამე დღეა უკვე ფეხზე დავდივარ. ზოგიერთს აქვს ისეთი მოსაზრება, რომ საარჩევნო წარდგენილი არ არის, თუმცა თქვენ შეგიძლიათ თავად ნახოთ ის განჩინებები, რომელიც ყადაღის დადებასთან დაკავშირებით არის და თავად ნახოთ ეს საარჩევნები ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს აქ. ასე რომ თანამშრომლების შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საკითხთან ან საარჩევნი არ იქნა გამოტანილი უკან, ან წარდგენილი არ იქნა, ან რაიმე კუთხით არ არის მათი უფლებები დაცული, ეს შიში რეალობას არ შეესაბამება. საქართველოში იეზიდთა სახლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ამასთან დაკავშირებით მსოფლიოს იეზიდთა საერო და სასულიერო ლიდერები საქართველოს ესტუმრნენ და იეზიდთა ცენტრის მშენებლობის დაწყება აკურთხეს. იეზიდთა სახლის ხელმძღვანელის განცხადებით, მაშინ განთავსებული იქნება სკოლები, აშენდება ტაძარი, სადაც რიტუალები და ლოცვები ჩატარდება. იეზიდთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, მსგავსი ცენტრის მშენებლობა დაწყებულია სომხეთსა და გერმანიაში. მიზნად ისახავს ეზიდთა კულტურის შენარჩუნებას, სასულიერო და რელიგიური ფასეულობების შენახვას, ასევე ახალგაზრდებთან მუშაობას, რათა ხელი შეუწყოთ მათ ინტეგრირებულები იყვნენ ქვეყნის საზოგადოებაში და უკეთესად გაითვითცნობიერონ საკუთარი ადგილი ჩვენს ქვეყნის ცხოვრებაში. საფუძველს უყრიან კულტურული ცენტრის აშენებას, რომელთანაც ერთად იქნება სამლოცველოს სახლი. ამასთან დაკავშირებით ერაყის ქურთესტანიდან არიან ჩამოსული ჩვენის ერთადერთი დედამიწის ზურგზე
სალოცავი არის ლალეში და მაგის წარმომადგენლები და ასევე საერო ჩვენი მირი ეზიდების მირი არ ჩამოსული, რომელიც აკურთხებენ ამას და აქ აშენდება კულტურული ცენტრი თავის სამლოცველო სახლი. ბათუმის ახალი მერი ყავს საკრებულოს რიდარეშეს ხდომაზე ბათუმის მერად ჯემალ ანანიძე აირჩიეს მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკრებულოს 17-მა დეპუტატმა სამი წინააღმდეგი იყო საკრებულოს წევრები ბათუმის მერის მოკლე ბადაში დამტკიცებას ეწინააღმდეგებოდნენ ახლად არჩეულმა მერმა ანანიძემ განაცხადა რომ გააგრძელებს დაგეგმილი პროექტების დასრულებას ასე ნაჩქარევად 1 საათის განმავლობაში ბიუროს მოწვევა, შემდეგ საკრებულოს თომის დანიშნა და აი ამ კოლეგების უცებ მოხრა აქ და ხელის აწევის მეთოდი არ შეიძლება. მე მართალი გითხრა, მზად ვიყავით სათანამშრომლოდ, მე ვიყავი ვითანამშრომლობა. ამ ადამიანებთან როგორც ჩანს თანამშრომლობა გამორიცხული არის. კანონმდებლობის მიხედვით ძალიან სწორედ და კარგად მოვიქეცით, მერის მოვალეობის შემსრულებელთან რაც უფრო სწრაფად ეყოლება ქალაქს, მერი ბევრად უფრო უკეთ მოხდება ბუნებრივია საქმიანობის წარმართვა, ამიტომ არაფერია გასაკვირი არ იყო. ვებულობთ ვალდებულებას, რომ კვლავ გავაგზავნებთ ამ პროგრამების ბოლომდე მიყვანეს, რა თქმა უნდა, თვითმმართველობის კომპეტენციის ფარგლებში და ჩვენ ვღებულობთ ყველა იმ პასუხისგებლობას იმ წარმატებაზე, რასაც მივახსენებთ და იმ წარმატებების შედეგებზე, რასაც ვერ გავართვებთ. ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში საქართველოს შეერაღებული ძალების პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაპატიმრებულია ღირსების ორდენის კავალერის სამხედრო ღირსების მედალოსანი. პირველი რეინჯერი და მწვანე ბერეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 აგვისტოს პოლიციის თანამშრომლის მოწოდების დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის დაწევის ბრალდებით დააკავა. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში დაკავება 60 დღის ვადით შეეფარდა ოჯახის წევრები მუქარისა და ზეწოლის გამო ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. ადვოკატის განცხადებით ჯანჯღავა პოლიტიკური პატიმარია. ნიკოლოზ ჯანჯღავა დაკავებულია იმ ბრალდებით, რითაც აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური დევნილი იყო დაკავებული, როდესაც უფარდებდნენ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლს. ანუ დაუმორჩილება და წინააღმდეგობის გაწევა პოლიციისადმი. ამ ბრალდებით იქნა მისთვის მას მიუსაჯეს 80 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა პირდაპირ და შემდეგ სააპელაციო სასამართლომ მithon გამოიჩინა კეთილნება და 20 დღით მოაკლო და 60 დღე დაუტოვა. ის არის პოლიტიკური პატიმარი ამ ხელისუფლების მძევალი იმის გამო რომ ის შემთხვევით შეხვდა თავის მეგობარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ტერმინი პოლიტიკური პატიმარი განსაზღვრა ევროსაბჭოს ქვეყნებს იურიდიული დავების განხილვისას მისი დათვალისწინებისკენ მოუწოდა. თავისუფლება აღკვეთილი პირი პოლიტიკურ პატიმრად იმ შემთხვევაში ჩაითვლება თუ თავისუფლების აღკვეთა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და მისი ოქმებით გარანტირებული ნორმების კერძოდ აზრის, სინდისისა და რელიგიის, ინფორმაციის გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანებების თავისუფლების დარღვევით მოხდა. ნათქვამია მოხსენებაში. პოლიტიკურ პატიმრად ასევე ითვლება აშკარად პოლიტიკური მიზეზით დაკავებული პირი, რომელსაც სხვა სახის სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. ასევე პირი, რომლის პატიმრობის ხანგრძლივობა და პირობები არ შეესაბამება იმ სამართალდარღვევას, რომელშიც ეს პირი დაადანაშაულეს ან არის ეჭვმიტანილი. გარდა ამისა, პირი, რომელიც დაპატიმრებულია სხვა პირებთან შედარებით დისკრიმინაციულ საფუძველზე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დაჟინებით ითხოვს პოლიტპატიმრებად არ ჩაითვალონ ის პირები, რომლებიც სასჯელს ტერორისტული დანაშაულისთვის იხდიან. ქართული ოცნების ლიდერი კოალიციის მხარდამჭერებს, რომლებიც სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიებთან არიან შეკრებილი არჩეების შეწყვეტისკენ მოუწოდებს მისივე თქმით, ქართულმა ხალხმა იმ გმირობისა და ვაჟკაცობის შემდეგ, რაც არჩევნებზე აჩვენა ხელისუფლებაში ლამაზად გადასვლა უნდა მოახერხოს. ამასთან ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და მიმართა, რომ ჭორებს არ აყვნენ, მან საჯარო მოხელეებს, მათ შორის პოლიციელებსაც მოუწოდა და კიდევ ერთხელ მისცა პირობა, რომ მათი უმეტესობა, რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი არ აქვთ სამსახურს შეინარჩუნონ. ჩვენ ვართ რეალური ხელისუფლება, ელემენტარულად დრო სჭირდება ტექნიკურად ამას, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გავიფორმოთ და გადავიბაროთ. შესაბამისად, ძალიან ვთხოვ ჩვენს მხარდამჭერებს, ქუჩის აქციებით ნუღარ შეესწრებიან სამართლის აღდგენას, ჩვენ უნდა გადავინაცვლოთ შენობებში, გადავინაცვლოთ სასამართლოებში, გადავინაცვლოთ პარლამენტში და სულ მალე შეიკრიბება პარლამენტი და ყველა გაუგებრობები შეგვიძლია ჩვენ იქ გავარკვიოთ. ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რომ ისევე როგორც ამ დღეების განმავლობაში, მთელი წლის განმავლობაში ძალიან დიდი კულტურა და მოთმინება აჩვენა საქართველოს მოსახლეობამ. აქეთაც მოუწოდებ, რომ ლამაზი გადასვლა მოხერხდეს. მე მინდა საჯარო მოხელეებსაც მიმართო. პოლიციის თანამშრომლებს მათ რიცხვი და პირველ რიგში, რომ დაიცავით კანონიერება
ღირსეულად შეასრულეთ თქვენი მოვალეობა, რაც თქვენ კონსტიტუციის გევალებათ, ყველა საჯარო მოხელეს როგორც დავაპირდით ჩვენ. აბსოლუტური უმრავლესობა საჯარო მოხელეები შეინარჩუნებენ თავიანთ ადგილებს, ეს ეხება პოლიციასაც, პროკურატურასაც, სპეცსამსახურებსაც, ყველას ეხება ეს. ნუ ღელავთ, ვისაც არ აქვს სისხლის სამართლის საქმე ჩადენილი, აბსოლუტური უმრავლესობა დაისაკუთრებთ და დაიტოვებთ თქვენს ადგილებს. გააგრძელეთ კანონის მიხედვით, რაც თქვენ გევალებათ, შეასრულეთ თქვენი მოვალეობა და ნუ ღელავთ, ნუ ნერვულობთ, ყველაფერი კარგად იქნება. ივანიშვილის კიდევ ერთი განცხადება ის ამბობს, რომ ახალი მთავრობის შემადგენლობის პროექტი მხოლოდ მას აქვს და ჯერ არც ერთი პირისთვის არ გაუზიარებია. მისი განმარტებით მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო წევრების შესახებ ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციების სიმართლეს არ შეესაბამება. ივანიშვილის განცხადებით კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატების დიდი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს დატოვებს და მოღვაწეობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში განაგრძობს. თუ ახლოს დღეებში ჩვენ დავიწყოთ განხილვას. მე პროექტი გამაჩნია და არა გადაწყვეტილი ვარ. პროექტი, რომელსაც შეუტახმო ხალხებად, გუნდის წევრებს და ერთდროულად ჩამოყალიბდებით და გადავწყვეტებთ ქვეყნის შესახებ ძალიან სწრაფად გაიგეთ. ჯერ არავინ არაფერი არ იცის, აბსოლუტური სიცრუეა, ვინც ავცელებს. არც ერთი პიროვნება გარდა ჩემისა არ არის ასად დასახელებული. გიორგი დემეტრაძე პრეზიდენტმა შეიწყალა და მას დარჩენილი სასჯელი გაუნახევრა. ფეხბურთელისთვის პრეზიდენტის შეწყალება მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ. დემეტრაძე დანაშაულის აღიარებას არ აპირებს და საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მეუმართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, რის საფუძველზე გაუნახევრდა დემეტრაძეს დარჩენილი სასჯელი. თვითონ უნდა აღიაროს ამ დაეთანხმოს იმ ბრალდებას, რაც წაუყენეს, ხო? და ეგეთ რამე არ ყოფილა არც ხელი მოუწერია არაფერზე საერთოდ. უბრალოდ ეს მივიდნენ და უთხრეს, რომ ხარ შეგიწყალესო და გიორგი დემეტრაძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ფეხბურთელი პრეზიდენტის შეწყალებას არ ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ შეწყალების თხოვნით არც ოჯახის წევრებს და არც თავად დემეტრაძეს პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს, მას დარჩენილი სასჯელი გაუნახევრდა და გათავისუფლებამდე 2 წელი ჰქონდა დარჩენილი. გიორგი აი როგორი ადამიანია, იცი რომ საერთოდ როცა მართალია, ხო უნდა რომ დაამტკიცოს თავისი მართლა. იმიტომაც არც შეწყალებაზე მოუწერია ხელი, არც არაფერზე, არანაირ აღიარებაზე, რომ აი თვითონ ესეთი ტექსტით გამოვიდა, რომ თანაირად უნდა მოვაწერო აღიარებას ხელი მთელი ცხოვრებაო, ამდენი ხალხია ტაშს მიკრავდა და ხა როგორ გამოვიდეო ესეო, როცა უდანაშაულო ვარ. გიორგი დემეტრაძეს 6 წელი ჰქონდა მისჯილი. თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ფეხბურთელმა სტრასბურგის სასამართლოს უკვე მიმართა. ადვოკატისთვის გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე შეიწყალეს დემეტრაძე, როცა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს. ეს მის პოზიციაში არაფერს არ შეცვლიდა. ანუ ის დღემდე არ აღიარებს თავის დანაშაულს და ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომელიც არ არის დემეტრაძის ნებაზე. მიიღოს თუ არ მიიღოს, შეწყალებულია და კანონიერად ამ შეწყალების აქტის საფუძველზე მას მოკლებული აქვს ეს 2 წელი. შეწყალების დეტალებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც მიმართეთ, თუმცა პრესპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ჩვენ ზარებს არ უპასუხა. ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო 2010 წლის მარტში სასამართლომ დამნაშავეცნო და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამ წუთებში საგანგებო ბრიფინგს მართავს უშიშროების საბჭოს მდივანი დიდა ბულგარიას ბრიფინგს ჩვენ პირდაპირ ეთერში ვთავაზობთ. კონსტიტუციის პარაგრაფში შეფერხების გარეშე დროულად და რა თქმა უნდა მშვიდობიანად. ამ ამოცანის შესასრულებლად რა თქმა უნდა საჭიროა დიალოგი არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებსა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს შორის. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ამ დიალოგში მონაწილეობას მიიღებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ქალაქის მერი გიგი უგულავა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი და მე. იმედია ეს დიალოგი დაიწყება უახლოეს მომავალში და ბუნებრივია საზოგადოება იქნება ინფორმირებული მისი დაწყების და მიმდინარეობის თაობაზე. ამასთან ერთად მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვისაუბრო იმ პრობლემაზე, რომელიც თქვენთვის ცნობილია, იმაზე, რასაც ჩვენ ხედავთ საქართველოს სხვა რეგიონში, საალკო კომისიებთან. ჩვენ ვთვლით, რომ ის პრობლემები, ძალადობა და ძალადობის მუქარა, რის შესახებაც მრავლად მოდის ინფორმაცია, არის თავარი პრობლემა დღეს, რომელიც დგას ამ პროცესის მშვიდობიანად კონსტიტუციის პარაგრაფში დასრულების წინაშე. მე მრავალგზის მithქვავს, რომ ხელისუფლების შემდეგ, რა თქმა უნდა, ყოველთვის პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ძირითად პოლიტიკურ ძალებს. იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვართ, როდესაც არსებობს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალა, რომელიც სულ მალე აიღებს პასუხისმგებლობას, ეს ორმაგად მართალია. ეს პასუხისმგებლობა ბევრად უფრო დიდია.
ჩვენ მივესალმებით იმ განცხადებებს, რომელიც მოვისმინეთ უახლოეს წარსულში, როდესაც გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერმა მოუწოდეს საკუთარ აქტივისტებს, რომ თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან. სამწუხაროდ ჯერჯერობით ამ მოწოდების განხორციელება არ მომხდარა და ეს ბუნებრივია იწვევს შეშფოთებას. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ამ პროცესის მშვიდობიანად კონსტიტუციის პარაგრაფში დროულად დასრულება, არჩევნების შედეგების შეჯამება, არჩევნების რომლის შედეგი იმ დავების მიუხედავად, რომელიც მიმდინარეობს არის ნათელი, ცნობილია ყველასთვის, ვინც ჩახედულია შედეგებში, არის არა რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებში, არა ხელისუფლების ინტერესებში, არა რომელიმე კანდიდატის ინტერესებში, რომელმაც ამ ოლქში გაიმარჯვა ან დამარცხდა, არამედ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების მომავლის ინტერესში. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც არჩევნების შედეგად ოპოზიციამ გაიმარჯვა და მალე დააკომპლექტებს მთავრობას. როგორ ჩაივლის ეს პროცესი? როგორ ჩაივლის ეს პროცესი, იქონიებს გავლენას ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული ტრადიციის ჩამოყალიბებაზე და შემდეგი თაობების დემოკრატიულ თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებაზე, ასევე იმოქმედებს ჩვენს უსაფრთხოებაზე, ჩვენ საგარეო პოლიტიკურ ამოცანებზე, ჩვენს მომავალ ინტეგრაციაზე ევროატლანტიკურ სივრცეში, საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე. თუ ის ლიდერები არიან გულწრფელები, ვინც მოიპოვა ქართული ხალხის მანდატი საპარლამენტო არჩევნებზე, ეს ამოცანა იქნება შესრულებული. დიდი მადლობა. ქართული ოცნების თერჯოლის შტაბის წარმომადგენლებმა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს. ისინი ქვედა სიმონეთის 21 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილაცნობას და აღნიშნულ უბანზე არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ. კოალიციის წევრების თქმით, თერჯოლის 34 სპეციალური საარჩევნო უბანი, რომლის შედეგებიც 21 საარჩევნო უბანთან ერთად დაითვალეს, ხელისუფლებამ სპეციალურად არჩევნების დასაყალბებლად შექმნა. და ხელმძღვანელო სხვა მოხლით, რომელიც მხოლოდ არ ითვლება ჩვეულებრივ საერთო სამორჩევლებში. ფიზიკურად აღარც ვიქნები და მე ვიქნები სხვა. 34 უბნის შედეგები იქნა დათვლილი 21 უბანზე. შესაბამისად შედგა ერთი შემაჯამებელი ოქმი და ჩვენ ვითხოვთ 21 და 34 საუკუნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმის ბათილაცნობას და არჩევნების ხელმეორედ გამართვას ამ უბნებზე. ჩვენ ვითხოვდით, რომ უნდა გაუქმებულიყო ქვედა სიმონეთის 21 უბანი, სადაც დაითვალა სპეცუბნის ხმებიც და ამ სპეცუბანზე არ ქონდათ მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოთ ჯარისკაცებს. გარდაბნის სოფლების ჩასალოსა და ნაზარლოს მოსახლეობა საკუთარი ხმების დაცვას ცდილობს. ადგილობრივების თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მათ ნაციონალური მოძრაობისთვის ხმის მიცემას აიძულებდა. პარალელურ რეჟიმში ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ჭენჭისყრის შედეგები გარდაბნის რაიონის რამდეობასთან გააპროტესტეს და კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეები ხმების დაცვას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობას მიმართავენ. პროტესტებთ მასიური გაღალბება არჩევნების, მე ჩემი თვალით ვნახე რა ხდებოდა საარჩევნო უბნებში. და ვაპროტესტებთ, ეს კარვები იმიტომ გავშალეთ, რომ ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ. თუ ეს პროტესტი არ გამოიხატება, ჩვენ გადავალთ ვიშიმშილებ. ეს არის ერთგვარი სიმბოლო იმ განწყობისა, რაც აქვს საზოგადოებას აქ გარდაბნის რაიონში. შევაშორეთ უნდა გითხრათ, რომ ეს რომ არ მომხდარიყო კარვების გაშლის, ხალხი იყო აგრესიულად განწყობილი და ეს არის ერთ-ერთი გამოვლინება, იმის თქვათ შემარბილებელი იმ განწყობებისა, რომელიც აქ არსებობს. აი ეს არის ერთგვარი წერტილი. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა გაუმართლებლად მიიჩნევს პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის დარჩენას. როგორც მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, კმაყოფილია იმ შედეგებით, რაც არჩევნების შემდეგ ქვეყანა მიიღო, რადგან პირველად მოხერხდა დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. მისივე თქმით, მთავარი მიზანი, რომ საქართველოში მშვიდობიანად დასრულებულიყო არჩევნები და ხელისუფლება დემოკრატიულად შეცვლილიყო, თითქმის მიღწეულია. თარგამაძის განმარტებით, ქედემას ყავს დეპუტატების საკრებულოებში და ამავდროულად იწყებს მზადებას ახალი არჩევნებისთვის, რომელიც თარგამაძის აზრით არც ისე შორს არის. იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იმისთვის უარყოფს ვერც ერთი ადამიანი, ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც პროტესტებთ მასიური გაღალბება. ჩვენ ვართ კმაყოფილი იმ შედეგით, რომელიც მთლიანობაში მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, რამდენადაც პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მოხერხდა დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა.
ეს გახდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მისიის პირველი და მნიშვნელოვანი ნაწილი, როდესაც 7 დეპუტატით რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ყველანი ერთად ძალიან შეზღუდული შესაძლებლობებით ვცდილობდით იმ დემოკრატიული სივრცის გახსნას და გაფართოვებას, რომელიც ფაქტობრივად მთლიანად ჰქონდა ჩაკეტილი მიხეილ სააკაშვილს და მის ნაციონალურ მოძრაობას. ახალი თაობა, ახალი ინიციატივა პოლიტიკურ პარტიებსა და მათ აქტივისტებს მოუწოდებს თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციაზე ფიზიკური და მორალური ზეწოლისგან. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციებს ყველა მიღებული განცხადებისა და საჩივრის განხილვა მოხდეს ობიექტურად კანონის ფარგლებში და მხოლოდ არსებული ფაქტების დათვალისწინებით. ყველა მხარეს მოუწოდებს მაქსიმალურად თავი შეიკავონ სიტუაციის ესკალაციისაგან და ვფიქრობთ, რომ ორივე მხარის მხრიდან მზაობის შემთხვევაში მას შესაძლებელია აღნიშნული დაძაბული სიტუაციის უფრო მარტივად მოგვარება და ყველას ურჩევს და მოუწოდებს, რომ დავების გადასაჭრელად მიმართონ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინსტანციებს. ეს იყო ბოლო ინფორმაცია. ზუსტად 6 საათზე ახალ ამბებს თამთა სანიდიძე წარმოგიდგენთ. მეტი ამით ხვალამდელი ამშტევებით. მადლობა რომ გიყურეთ. ნახვამდის.